ამ მინდორზე ძალიან რთულია რაღაც თამაშის შეფასება, ბიჭებს უჭით ორივე გუნდს ამ მინდორზე თამაში და დაახლოებით ერთი საშუალო დონის თამაში მისცა. ნახოთ, რომელიც გაუმართლეს ამ მინდორზე რა. საერთოდ ეგეთ მინდორზე რთულია თამაში და ბიჭები უფრო მეტ დროს ხარჯავენ ტექნიკურ ფეხბურთს თამაში რაღაც და უჭით ფეხბურთს თამაში და რა ვიცი, ნახოთ რა. თელავს აქვს პირველი პრობლემა, რომ როგორც ხედავთ, არა გვაქვს სტადიონი, ნახევარბა სტადიონი, ბაზა არა გვაქვს თელავში და მაგიტო ძალიან ჭირს თელავში ფეხბურთი და არ არის მოქცეული ეს ყველაფერი სტრუქტურაში. იმედია რომ იქნება როდისმე მაინც ეშველოს თელავს ეს ყველაფერი რა. აქ როგორც ხედავთ, ნახევარბა სტადიონზე ვართ, აქ რაგბის ბაზაა, ყველაფერი და აქ არის ზევით არის ჩოხელზე ძირითადი სტადიონი და ბაზაც იქ უნდა გაკეთდეს, რა ვიცი, პირდებიან, იქ გაკეთდეს. არ დაადგეს სტადიონის გარდა კიდევ რა პრობლემაა? ეხლა მე ალბათ უფრო ფინანსურია, ეხლა შიდა სამზარეულოს არ ვერევი და არ ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ რაც ეთყობა არის ფინანსური პრობლემები. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.